ეს პარლამენტის საკითხი არ არის, მაგრამ რატომღაც მაინც დავაყენეთ ეს საკითხი, რომ წერს ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადად მარცვლეულის წარმოებული რაიონებია და ის რაოდენობა, რაც მოწეული იქნება მარცვლეულის, მთლიანად არ დაჭირდება მოსახლეობას. გლეხს, თვითონ ფერმერს, წარმოებელს, ამიტომ მისი შესყიდვა უნდა მოხდეს. ახლა როგორ უნდა მოხდეს მისი შესყიდვა? ახლა სახელმწიფო პროგრამამდე რა თქმა უნდა არ მუშაობს, მაგრამ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ შემოტანილი ხორბალი 250-275 დოლარი ღირს, ჩვენი ხორბალი არანაკლები და უფრო მეტი ხარისხიანიც არის. შირაკის გნებავთ, ქართლის გნებავთ, ქევემო ქართლის, შიდა ქართლის და ამ შემდეგ. და თუ ამას ჩვენ 200,000 ტონას შევისყიდით მოსახლეობისგან, უბრალოდ ის კომერციული სტრუქტურები, რომლებიც ხორბლის ბიზნესით არიან დაკავებული, მაშინ თქვენ წარმოვიდგინოთ 44 მილიონი ლარია მინიმუმ ეს 44 მილიონი, როცა აი მარტო აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობაში დაბრუნდება ეს 44 მილიონი ლარი, წარმოვიდგინოთ მათი სოციალური მდგომარეობა და კვლავ წარმოებისთვის კიდევ სხვადასხვა გნებავთ იგივე ხორბლის წარმოება თუ ბოსტნეული თუ ხილი, რა შედეგებით იქნება დამთავრებული. ამიტომ აი ამ საკითხებს არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის. და როცა მოსახლეობაში ფული ტრიალებს, მაშინ ეკონომიკა უფრო რა თქმა უნდა ძლიერია. ამიტომ ჩვენ უნდა დაინტერესებული ვიყოთ, რაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობა მეტი მყიდველულარიანი იყოს.